ახლა კი დაგვიანებული სარვა მარტო საჩუქარი ჩვენგან ქალბატონებს. გოგონებო, ნუ იტირებთ დანანებით, ის მოიგებს თქვენს გულს ჰარი ჰარალებით. საქართველოს მანანებო, საქართველოს ლამაზებო, გაიქეთით გივი მოდის ყვავილები. აბა! მოგესალმებით გივი ბატონო. ძალიან სასიამოვნოა თქვენი სტუმრობა ჩემთან უკვე ჩემს შოუში. დიდი მადლობა მობრძანებისთვის და მოდი დავიწყოთ ისევ ქალბატონების დღესასწაულთან დაკავშირებით კითხვით, რას ფიქრობთ ზოგადად 8 მარტზე? ეხლა ვინმე კაცი რომ 8 მარტს ელოდება იმისთვის რომ ქალი უყვარდეს და ქალს მატივისცეს, მე მგონი ჭკვატყოფელი ვერ არის რა. აბა რა, რატო უნდა ელოდო მთელი წელი? ჩემთვის ყოველი დღე, ყოველი დილა ქალით იწყება და ქალზე არ მთავრდება, გრძელდება. ქალია ყველაფერი. ქალზე არ მთავრდება და გრძელდება? გრძელდება, დიახ, გრძელდება. ბატონო გივი, სულ ახლა ხანს 91 წელი შეგისრულდა 28 ფებრუარს და მინდა გისურვოთ, აი რამდენი გასმაც გაქვს გაკეთებული ცხოვრებაში, იმდენ ხანს გაცოცხლოთ ღმერთმა. აჰა, აბა უკდავი ყოფილი ვარ მაგ ფაქტიურად უკდავი. მე არაფერი არ მიგედებია გასმის გარდა. ისე რა არის, იცით, ეს სიბერე მე მგონი მოგონილია. თქვენ როგორ ფიქრობთ? აი მე გეტყვი რა. მე მაგ ერთი ესეთი მოთხრობა, ახალგაზრდა მოხუცი რა. დიახ. და იქ ამაქვს ყველაფერი ეს აღწერილი რომ სულიერი მდგომარეობაა მთავარი რა. და თან მეორე რამე უფალისგან რომ აი ბეჭი კონდეს რომ სხეულის არ დაგიბერდეს რა. ესეთი რამე ხდება ძალიან იშვიათად და შემომხედეთ მე და მივხვდებით რა მშვენიერების ნიბუქში ვარ. სარკეში ვეღარ ვიხედები. არა, მესმის თქვენი. სარკეში ვიხედებოდი გუშინში სარკემ დაიწყო ტირი რა გატირებ ჭეჭები სამეთქი. რატო ხარო ესეთი ლამაზიო? მე ვუთხარი შეცხო ლამაზი ხარ ეხლა ხო მე ვარ შეთან. აი სილამაზე რა გაგება ქონდა. როგორ დაღუპა სილამაზემ ირემი. ხო, ისე პოპულარობაზეც უნდა კითხოთ სხვათა შორის, აი 2 საუკუნეში გრძელდება თქვენი პოპულარობა. ესე იგი, მე-20 საუკუნეში დაიწყო და პოპულარული იყავით, რა თქმა უნდა, და 21 საუკუნეშიც პოპულარული ხართ. ზოგადად თქვენი მოგონილი ხო არ არის ეს პოპულარობა? პოპულარობა ჩემი მოგონილი არ არის, მაგრამ მართლა ეხლა აი ჩემთვის რა თემურ ბაბლუანი. დიახ. ითოლება აი ერთ-ერთ მსოფლიო მნიშვნელობის კინორეჟისორად და აი რა თქმა უნდა მე რომ გადამიღო უძინართა მზეში იმის შემდეგ რამდენი წელი გავიდა 40 წელი გავიდა და ეს ახალგაზრდა ბიჭების უჩემი ტერმინებით ლაპარაკობდნენ მე ეხლა უამრავი ფილმები ვითამაშე მაგრამ ბოლოს ეხლა ეს სერიალი რო ვითამაშე კიდე ცხელი ძაღლი კი ბატონო შვილებს ვიწყავ ქუჩაში ვეღარ გამივიდა და ეხლა გადავწყვიტე სურათი გადავიღოთ სურათი როგორ ვეთქვი მაგრამ ეხლა შევაკვეთინო კი ესეთი ტრაფარეტი აწერია თითო სურათის გადაღება 3 ლარი. მაგრამ ხა ყველა დაგიგდიათ ფასები ადრე უფრო მეტი. არა, 3 ლარი. ძალიან ბევრი ხალხი ედებოდა. ყველა ბიზნესი, ყველა იდიოტმა ბიზნესი გაიკეთა და მე რა რითი ვარ ნაკლები მაგის ზედა. ახლა თქვენი ბიზნესის შესახებ ბევრი რამე არის ცნობილი, კი ისეთ რაღაცებში გაქვთ ფული გაკეთებული და ბიზნესი. მე უფრო ბიზნესში ვიყავი ვიდრე ბიზნესში. ისე 2006 წელს გადმოგეცათ საუკეთესო მამაკაცის როლის შესრულებისთვის, ხო? და თქვენი რეაქცია რა იყო? რა საჭირო იყო თუ სად იყავით ამდენ ხანს? აი რომელი რეაქცია უფრო იყო? ჩემთვის ერთი რედაქცია იყო მადლობა უფალს ყველაფრის. ნუ ეგ რა თქმა უნდა. ისე მართალი გითხრათ, მე არ მეგულება ადამიანი საქართველოში, ვისაც ბატონი გივი არ უყვარს და თუ ვინმე მოიძებნება ასეთი ადგეს და წავიდეს საერთოდ ჩემი სტუდიიდან. დათო რატო არ არის? ესე იგი, ბატონო გივი, სანამ ლექსის კითხვის ხასიათზე მე დავდგები, აი ესეთ კითხვას დაგისვამთ. ყველაზე ცოტა დროში, აი რამდენ კუპლეტიან ლექსში მოგიხიბლავთ ხალბატონი? აი ყველაზე პატარა რაღაცას გეტყვი რა. თუ ქალს არ მოწრო ხარ, 4 მილიონი ლექსი რო უთხრა. მერე
300 მილიონი მოთხრობა რომ მოუყვე და სულ არისტოტელესზე და კანტზე ელაპარაკო. არ არსებობს რა. უნდა მოწონდე ქალს და როგორც ქალებს თავის ისე აქვს. ერთი ამხანაგი მყავდა ყველაფერს მეცევა რა. ნახი ეგეთი წვირი და ქალებს მოწონდათ რა, დაღდათ მოწონდათ. არც ფული ქონდა არაფერი. და სულ ფიქრობდი მეთქი ღმერთო რა ხდება? მე მივხვდი. აბა გისმენ? წელი წვირი ქონდა ძალიან და რაღაცა ეთყობა, აკავშირებდნენ რაღაცა. შენ რა გაგიხარდა რაღაცა? კაი წვირი მაგმე. ისე რომ თქვენ მოდაში ვერ იქნებოდით ვერ შევიდეთ. აუქრით. გეხვეწები ეს არა მოჭათა როცა და იმასე აი რა მინდა რა ეხლა რასაც იტყვი ხო თეიმურას კოშაძე არის ესეთი თავისი ეტლი ყავს იმაში ცხეთაში ყველაზე კაი ეტლია საქართველოს ნაღდი ეტლი რა თავის 9 ცხენი ყავს და გადაღება გქონდა დაურეკე ერთი წერო გაგაკეთებინოს პატარა 50 ლარი უნდა ყველა და დაურეკე და ვთხარი გივი ვარ სიხარულზე მეთქი რა და ბატონო გივი შენ გენაცვალე ჯიგარშიო მე ვთხარი გავიგერო 50 ლარიქით ერთი პატარა წრე და მე ვთხარი მაშინ არ ჩამოვალ დილას რო გამოვიდა 11 საათზე რა ღამემდე ამ გადაღებაზე კაცო და როცა ეხა მაინც მომერიდა და უთხარი მე რაღაც გადაუხარე რა თქმა უნდა და თქვა ეგეთი შეურაცხყოფა არ მომაყენოთო რა და მე მინდა მის სულ შეუთავო ეს რამატი დღეებია რომ იცოდეს რომ ნაღდი ქართველი ვაჟკაცი ყავს ქმარი რა. მადლობა ჩვენი სახელითაც რა. ეხვეწები არ მოუჭირდა. კი ბატონო, აუცილებლად მოვიკითხავთ და მადლობას ვეტყვით თქვენთან ერთად და მოდი რადგან პოეზიაზეც ჩამოვარდა საუბარი, იქნება ერთი ლექსი მაინც წაგვიკითხოთ. აი როგორ შეიძლება ორ ულამაზეს გოგოს უყურებ და მე ქალზე ლექსი არ წავიკითხო. რა თქმა უნდა და უფრო დამშვიდებულად შეგიძლიათ შემდეგ ესე იგი დატოვოთ ჩვენი სტუდია. კარგად ვიყავი. დროის ათვლა ჩემო თქვენი და დავიწყე ნახდათ ვიცი თქვენზევე დამთავრდება ვერ გავიგე წუთი სოფლის ანბანი სად იწყება ან და სად გამთავრდება ამ ჩემ გულში შემოჭრილო გრიგალო აღარ ვიცი საით გაგაგრიალო დამიფსურიეთ გული შუშაბანდები გიშათ ვიქეც გამიჩინეთ დარდები არც იახართ და არც მისი დობილი ენძელა ხართ მინდურის ხელვი ჩობილი მესიო ვარ ძლიერ ქართთა ძმობილი თქვენ სიყვარულს ალალად მინდობილი დიდი მადლობა ბატონო გივი ჩვენი სტუმარი იყო ბატონი გივი სიხარულიძე